თუ ძალიან დიდხანს იყურები უბსკრულში, საბოლოო ჯამში უბსკრულიც იყურება შენში. ასე ამბობდა ფრიდრიხ ницშე. გაგიკვირდებათ და იგივე ეხება ტელეფონს. თუ ჭამის დროს შენ იყურები ტელეფონში, საბოლოო ჯამში ტელეფონიც იყურება შენში და ასე დროს შენ საკვებს ვერ გრძნობ. გაინტერესებს ეს საკითხი? გამოიწერე ჩემი არხი და ბოლომდე მისმინე. დაბალანსებული კვება ნიშნავს, რომ უნდა უსმინო არა ტელეფონს, არა აუდიო მოწყობილობებს და არა სხვადასხვა წყაროებს ინფორმაციისას, არამედ შენს საკუთარ სხეულს და ორგანიზმს. ამიტომ მოეშვი სერიალების ყურებას ჭამის დროს, მოეშვი ფილმების ყურებას ჭამის დროს, მოეშვი ნებისმიერი ტიპის ტექნიკასთან ურთიერთობას, როცა ჭამ. დაიწყე ეს პრაქტიკა დღესვე. ჭამის დროს გამორთე ყველანაირი მოწყობილობა და ისე დაჯექი საჭმელად. იგრძენი საკვების ტექსტურა, იგრძენი გემო, იგრძენი სუნი, ფერი დაინახე. იყავი იქ, სადაც ხარ, აქ და ახლა. არა სხვა კონტინენტზე, არა წარსულში, არა მომავალში, არამედ აქ და ახლა. შედეგი გაგაოცებს. თუ გაინტერესებს კიდე რა უნდა ჭამო, როგორ უნდა ჭამო და თუ გინდა პერსონალური მენიუს შედგენა, მომწერე. მოდი, ვილაპარაკოთ.